ეკონომიკური პროგნოზებიც პოლარიზებული გახდა ჩვენს ქვეყანაში, ხომ? ან ესე ვთქვათ, ძალიან კარგი სურათი იხატება, ან უკიდურესად ცუდი და მძიმე სურათი იხატება. რატომ? იმიტომ რომ ბუნდოვანი როდესაც არის ვითარება, ხო, როდესაც იმდენი სუბიექტური ფაქტორი ზემოქმედებს პროცესზე, რომ ესე რომ ვთქვათ, ჭირს მათი ესე რაღაც სისტემატიზირება, ხო და მართლა ესეა ძალიან ბევრი სუბიექტური ფაქტორი მუშაობს. ჩვენ არ ვიცი ეს ხელისუფლება საერთოდ მიიღებს ლეგიტიმაციას, არ მიიღებს ლეგიტიმაციას. სანქციები გამოიწერება, ხვალე არ გამოიწერება. ანუ ეს ყველაფერი არის სუბიექტური ფაქტორები, რისი პროგნოზირება ზუსტი არის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე, ვიღაცა ამას უყურებს იმ ჭრილში, რომ ეს მოხდება. ვიღაცა მოხდება ესეთ პროგნოზს აკეთებს, ვიღაცა ამბობს, რომ ეს არ მოხდება, ბიძინა ტრიუკებს ჩაატარებს, ყველაფერს დაალაგებს, ხო? და აი ეს ესე რომ ვთქვათ, ურთიერთგამომრიცხავი ანალიზით აქედან გამომდინარე კეთდება. მე ვფიქრობ, რომ აი ეს მეორე ვარიანტი, რომ ბიძინა ყველაფერს დაალაგებს, ეს წმინდა წყლის პროპაგანდისტული ხრიკია, რასაც რეალური საფუძველი არ აქვს და შესაბამისად ამ ტიპის ანალიტიკას მე ვეძახი პროპაგანდისტულ ანალიტიკას, აი იმედზე ვუყურებთ ხოლმე ჩვენ ეკონომიკურ ანალიზს, რა ცხოვრება რომ მშვენიერია, ხო? ხო და აქედან და მე პირადად ესე ვუყურებ. ეხლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვფლობ ჭეშმარიტებას და მე რაღაც ვამბობ აუცილებლად ესე იქნება. მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ხო, ეხლა მეორეს მხრივ ეხლა თითქოს აზრების გამოთქმა ეკონომიკას მაინც და მაინც არ უხდება, მაგრამ ნუ რა ვქნათ ეხლა ბუნდოვანი სიტუაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, ხო, ჩვენ ხედავთ ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ჩვენ ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მუქარებს, ხო, და იგივე ტარიფებთან დაკავშირებით იქნება თუ ესე რომ ვთქვათ, სხვა ტიპის ნეგატიურ აქტივობებთან დაკავშირებით, ანუ ეს ყველაფერი ხო ერთმანეთზე აკინძულია. ზუსტ პროგნოზს ვერავინ ვერ აკეთებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აი დიდ ანალიტიკა, აი გლობალურ ეკონომიკურ ანალიტიკოსებს რო შეხედოთ, იქაც ურთიერთგამომრიცხავი პროგნოზი კეთდება. რატომ? იმიტომ რომ არავინ არ იცის რა მოხდება ხვალ. აი ესეთ ეპოქაში მოგვიწია დღეს ცხოვრება. ტრამპმაც კი არ იცის. ხო აურდაურია ყველაფერი. აი ყველაფერი დაკიდა ჰაერში, ხო? იმის იმედად რომ მე ანუ კარტი აჩეხა და ეხლა უნდა დაარიგოს. რა დარიგდება, იმანაც კი არ იცის.